მე ნამყოფი ვარ მიტინგზე და მე რომ ხედავ რომ ომია ჩვეულებრივი ცეცხლს ისვრიან ესვრიან ყველაფერს რა უნდა ვიფიქრო მითხარი ანუ მე მესვრი მე ამ თავრობას მივეცი ხმა და გამოდის რომ მე მესვრი და შენ როცა გცემენ მე არ მექნება იმპათია შენს მიმართ ამიტომ უნდა დამიმტკიცო რატო ვარ რუსეთუმე რატო ვარ ქვეყნის მოღალატე რატო ვარ დასასანქცირებელი უნდა ამიხსნა კი არ უნდა მაგინო და ჩემი ცალთვალა ფოტო კი არ უნდა ათრიო უნდა ამიხსნა რომ რატო ვარ მოღალატე არგუმენტი ჯერ არ მაგისმენი რა ნაწილში ვუღალატე ჩემს ქვეყანას არგუმენტი არ მაგისმენი გადასახადებს არ ვიხდი რუსეთში დავბივარ წინ და უკან ქთამებს ვიღებ ჩემს სამსახურში ხალხს არ ვუვლი, რა ქვია, არ ვიშრომე, არ ვიწვალე, ჩემი სამშობლოსთვის რამე დავაკელი ამ ქვეყანას, პაციენტებს არ ვუვლი, არ მორიგეობდი 17 წელი, ფანჯარასთან არ მივდიოდი რომ მე მეცადინა, რისთვის რომ მოხვიდე და მე მეძახო რუსეთის მონა, როცა ჩემი ბაბუა მაგ რუსებთან ბრძოლაში მოკვდა და ჩემი ბაბუის დააკიდე. მე მამეცადებს არც ერთი კომპარტიის წევრი არ მყოლია ჩემ წინაპრებში, არც ერთი. ჩემ მშობლებს არ უშვებდნენ საზღვარგარეთ კაპიტალისტურ ქვეყნებში. როდესაც ძალიან ბევრი დღევანდელი ოპოზიციის აქტივისტი 24 საათი გადავარდნილი იყო და მართლა კაკებეშნიკები რა გახდა ერთი ამ იმის რა ქვია ეს მამებზე და დედებზე და ბაბუებზე ლაპარაკობთ. მამებზე და დედებს ყველას გვიგინებთ. რომ მეუბნები დედა ასეთი ხარ დედას გვაგინებთ 24 საათი. საშუალება. ხო და აიტანე ახლა ხომ ლანძღავთ ხომ მაგინებთ და გეუბნები ნუ ლანძღავთ. ამიხსენი რატო რუსეთუმე ამიხსენი რატო სად დავინახე რუსეთის სამსახურში მე ნინო ნადირაძე სად დავინახე რომელი თვითმფრინავის ბელეთე მე მიჭირავს რომელი FSB-ს თანამშრომელთან მე ჩავდივარ ჩახუტებული და ვინ მაძლევს დირექტივებს მე ნინო ნადირაძე რატო ვარ რუსეთუმე დაამთავრა გიორგი გისმით რეპლიკაზე დაგიგებთ მე რაღაცა უნდა გიპასუხოთ რამეზე და შეკითხვა რა იყო შეკითხვა რა იყო რომ ჩემს ხმა რატო არ მოიყო და გიხსნით რატო არც ეგ არ იყო შეკითხვა არც პასუხი არ გამოსცეთ და აშკარად დაიწყეთ ისე რომ პიონერები არ გაქვთ მაგრამ მეც ის რომ ნაწყენი თქვათ მაგრამ არ ვიცი ნაწყენი რა ამაზე პასუხი ვერ აგაცეთ თქვენი ხმა არ